და ერთი მომენტი არის, რომ ეხლა იყო მომენტი, რომ 23 წლის დასაწყისში მე დეტალურად შევისწავლე მაშინ უბრალოდ რაღაც ესეთი შეკვეთა მქონდა მაშინ სტატიის სამხედრო მრეწველობის პარამეტრები ვუსწავლი რა და ანუ არა მარტო ჩემი თქვათ, მე სხვა ქვეყნების მათ შორის გერმანიის სადაზვერვო სამსახურის კვლევებიც იყო თუ თავდაცვის სამინისტროს აღარ მოხს რა მნიშვნელობა ამდენ წელიწადში აღიდგენს რუსეთი იმ შესაძლებლობის სამხედროს, რაც მას ომამდე ჰქონდა. და თუ გავითვალისწინებთ, აი ეხანდელ სამხედრო წარმოებას, ოდესაც რამდენიმე სმენა მუშაობს, ხო? და თავარი ლოკომოტივია ეკონომიკის, ყველაზე მინიმუმ 5 წელზე არის საუბარი, 5 წელია ყველაზე მინიმუმი შენი, ჩემი გათვლა იყო ეს 23 წლის დასაწყისში იყო და არ იყო მაშინ რუსული ეკონომიკა სამხედრო ესეთ სიმძლავრეებზე გასული და მაშინ იმ პარამეტრებით, რასაც ის საკუთარ თავდამსხმელს შერაგბუძალებს, ყოველთვე იარაღს აწვდით და პიკურ მიწოდების შემთხვევაში, ხო, ქონდა სტატისტიკა ჩვენ მშვიდობიან, ანუ ბოლო 10 წლის თუნდაც 2010-დან 2022 წლამდე გამოდიოდა 7-8 წელი იმ საწარმოო სიძლიერებით, რომ დაბრუნებოდა რუსეთი იმ ნიშნულთან. თუ შეინარჩუნებს ესეთ წარმოებას მშვიდობის დროსაც ძალიან რთული ამოცანა იქნება რა, ამიტომ რომ საერთოდ ერთ-ერთი თავი გამოწევა, რაც დღეს რუსეთს აქვს ეკონომიკურ თვალსაზრისით ეს იქნება ეკონომიკის დაბრუნება, მშვიდობიან ყაიდაზე და ძალიან ბევრი პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ეს ამდენი ნაუმარი ადამიანის დაბრუნება, მათი რესოციალიზაცია, ინტეგრირება ისევ ეკონომიკაში დღეს ვიცი მე, მათ შორის რამდენიმე ჩემი ნაცავი ცხოვრობს რუსეთში, ქართველებიც 10 წლები იქ არიან, ციმბირში კარგად არიან და ესე აი ყოფილ საუბარში მიყვებიან, რომ ბიზნესების, ორი ბიზნესის გაყიდვა, იმიტომ მოუწია ეს ამ ზაფხულს ხდება, უბრალოდ წინა ზაფხულს ხდება, რომ მუშახელი დეფიციტი კაცების, იმიტომ რომ ახლა ცოტა ესეთი ეს არ არის საოფისე საქმე რა. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მიწასთან სამუშაო, ყველა კატეგორიის მუშა არ მოდის, ხო იქ სამუშაოდ რა. და აი ესეთი კატეგორია ფრონტზე არის გაფიკული და ელემენტარულად ანუ მიწა დაუმუშავებელი რჩებოდა აქ არის უზარმაზარ ჰექტარულად 1000 ჰექტარზე